Button President, მადლობა პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის. მნიშვნელოვანი ვიზიტიდან დაბრუნდით საქართველოში, თუმცა ეს დაბრუნება არ იყო, მაინც ადამიანს არა მარტო მშვიდობიანი, არამედ არ მოიძებნება საქართველოში საღად მოაზროვნე კულტურული ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა მოწონებოდა ის, რაც მოხდა თბილისის აეროპორტში. უსაფრთხოების, მათ შორის სამართლებრივი რეაგირების ნაწილი რო გადავდო, თუმცა ესეც არ არის მეორეხარისხოვანი და ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზებული ძალადობის მუხლით ბრალდები თქვენმა წარმომადგენელმა შეიტანა გენერალურ პროკურატურაში შესაბამისი მოთხოვნა გამოძიებაზე, მაგრამ დავიწყო თავად ამ ინციდენტის მორალური მხარის შეფასებით. ელოდი თუ არა მაინც რომ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე ასეთ საჩუქარს მიუძღვნიდნენ. არა, ველოდი ზოგადად არ ველოდებოდი, მაგრამ უკვე ვიცოდი, წინა დღეს ხო იყო ეს გამოცხადებული ინციდენტი წინასწარ, რაც კიდევ უფრო უცნაურს ქმნის იმას, რომ პოლიცია ადგილზე არ იყო, რაც პრინციპში მე თუ ვიცოდი, პოლიციამაც იცოდა, უსაფრთხოების სამსახურმა ნამდვილად იცოდა და ესე იგი ეს იყო დაგეგმილი, ორგანიზებული ინტიმიდაციის მცდელობა, რაც არის დღევანდელ დღეს მთავარი მახასიათებელი ამ ხელისუფლებასაც ვერ ვარკვევ ძალაუფლების, რომ ყველანაირად აი რეპრესიული ზომები, პარლამენტი მხოლოდ რეპრესიული ზომებით არის დაკავებული და ძალოვნები კი არა ადამიანების დაცვით და მოქალაქეების დაცვით და თუნდაც იმ უცხოელების დაცვით, რომელიც შემოდიან ქვეყანაში და ყოველთვის ვამაყობთ ამ ტურიზმით, არამედ იმითი, რომ აჩვენონ, რომ არიან ძლიერნი და შეუძლიათ დაჩაგრონ ადამიანები. ეს არის და ეს მათი პოლიტიკა დღევანდელი დღე, რაც საკმაოდ სუსტი სახე არის ერთი მხრივ და მეორე მხრივ მათთვისაც ძალიან ალბათ მათი მომხრეებისთვისაც ძალიან დაბაფიქრებელი, როცა სხვა არაფერი არ შეგიძლია. თქვენ ახსენეთ სიტყვა ინტიმიდაცია, ძალადობის პოლიტიკა, დაშინების პოლიტიკა ამავე დროს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანებზე ფიზიკური შეტევით, არამედ საქართველოს მთელი კანონმდებლობის გადაწყობა ხდება დღესდღეობით, იმისთვის, რომ კონკრეტული არა მარტო პოლიტიკური ოპონენტების რიგითი აქტიური მოქალაქეების მიმართაც კანონიერი ძალადობა განხორციელდეს. ზოგიერთი ამის გამო ციხესაპატიმროში ხდება, ზოგიერთს უწევს სრულიად არაადეკვატური მასშტაბის ფინანსური ტვირთი საკუთარ თავზე აღება, მაგრამ ეს პროცესი ეს მანქანა ჩართულია და ძალიან სწრაფი ტემპით მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ახალი ინიციატივა არის სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნება და ალბათ თქვენც მოგხვდებოდათ ყურში, ისევე როგორც მე და ყველა, ვინც თვალს ადევნებდა კომენტარებს თქვენზე განხორციელებული ძალადობის შეფასების დროს, ჩვენი სასიკადული სპორტსმენი, ჩემპიონებისა თუ რიგითი პარლამენტარების, სადაც აშკარად ზემოდან ჩაშვებული მესიჯის ნაწილად მოიხსენიებოდა სიტყვა სამშობლოს ღალატისთვის ეს დასაშვებია. ეს სამშობლოს ღალატი უკვე კანონმდებლობის დონეზე აისახება კიდეც, ელით თუ არა იმას, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეიძლება ამ რეჟიმის პირობებში თუ დაცალდად გასამართლდეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით. მე ამაზე კი არ ვფიქრობ და არც არავინ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა კიდევ შეიძლება მოიფიქრონ და გააკეთონ. ეს ყველაფერი, რაზედაც ფიქრობენ, ეს არის ის ყველა ბერკეტები, რაც არის მართვის ბერკეტების ნაცვლად. როცა შენ ვერ მართავ ქვეყანას და ეს ყოველდღიურად ჩანს, მაშინ იძულებული ხარ, რომ მოძებნო ალტერნატივები და ალტერნატიული ბერკეტები და ეს არის ცნობილი, ანუ ყველა ამ ტიპის რეჟიმები, სისტემები ცდილობენ, რომ გამოიგონონ ყველა ის და სხვათა შორის დიდი გამოგონება არ უნდა, იმიტომ ამისი მაგალითები ყველგან არსებობს თუ რა რეპრესიული კანონები და აქვე ჩრდილოეთ ქვეყანაში არსებობს ეს მაგალითები და ეს გადმოაქვთ და გონიათ რომ ამითი რაღაცნაირად მართვის იმიტაციას გააკეთებენ და რეალურად ქვეყანა არის გაჩერებული, არავინ არ მართავს. ჩვენ თუ რატომღაც ვართ ფოკუსირებული სწორედ ამ ზომებზე და რეპრესიულ და ძალადობით მიღებულ ზომებზე. მაგრამ სხვანაირად უყუროთ, ეს ქართული ოცნება ვერც პარლამენტში, ვერც მთავრობაში, ვერც საგარეო პოლიტიკაში, ვერც ერთ ზომას ვერ იღებს. პოლიტიკა არ გააჩნია, არის სიცარიელი.
და ვართ ქვეყანაში, სადაც მთავრობა ვერ მართავს და სადაც საზოგადოება დგას ქუჩაში, იმ ქუჩიდან ვერ იშორებს ამ მთავრობას და ვართ რაღაცნაირად ერთი მეორეს უყურებს და ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ამ დროს, როცა შენ ვერ მართავ ქვეყანას, შენი ხელისუფლება იშლება. საერთოდ ეს არის ამ დაშლის ძალიან კონკრეტულ მათ შორის საყოფო ცხოვრებულ შედეგებზეც ვისაუბრებთ ჩვენი საუბრის მეორე ნაწილში, მაგრამ მანამდე თქვენ ახსენეთ სიცარიელე, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოქმნილი უზარმაზარი ვაკუუმი ამ დიდი მსოფლიო გადანაწილების ეპოქაში სიმბოლური გამოხატულება იყო გუშინ ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე ქვეყნის პოლონეთის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ევროკავშირის სამიტზე, სადაც საქართველოს წარწერით მისი ადგილი გამოყოფილია, იმ სკამზე არავინ იჯდა, მაგრამ სიმბოლურად ეს ადგილი ჯერ კიდევ საქართველოსთვის შენარჩუნებულია. სწორედ აი ამ ვაკუუმის აღმოფხვრას ნაწილობრივ ემსახურებოდა თქვენი ვიზიტი მიუნხენის კონფერენციაზე, ამიტომ მოდი დავიწყოთ ამ კონფერენციაზე. და ყველგან ამიტომაც ვიყავი ვაშინგტონში მანამდის ინაუგურაციაზე, როგორც ამ ქვეყნის წარმომადგენელი, არა როგორც მე პიროვნულად, არამედ ქვეყნის წარმომადგენელი და ასე დავდივარ ყველგან, იმიტომ მე ვთვლი რომ არა გვაქვს ჩვენ უფლება რომ დავკარგოთ სწორედ ის ადგილი, სადაც ასეთი დიდი ძალისხმევით მივედით აქამდე რომ ვიყოთ ყველასთვის არა მხოლოდ აღიარებული, არამედ ვიყოთ ის ქვეყანა, რომელიც არის მნიშვნელოვანი ამ რეგიონში და რომელიც მართლაც იყო ამ დემოკრატიულ გზაზე საკმაოდ წინწასული და კი ბევრი რამე კიდევ ქონდა გასაკეთებელი რეფორმების კუთხით, მაგრამ მაინც 30 წელიწადში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და ამისი მართლაც ჩვენი პარტნიორები იყვნენ მთავარი ამ გზაზე პარტნიორები და მათაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამ კალდონსო თითოეულ თქვენს ამ ვიზიტს იქნება ბრიუსელი, სტრასბურგი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მიუნხენის კონფერენცია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა მარტო თქვენი ვიზიტის გამო, არამედ იმის გამო, რაც იქ მოხდა. და მოხდა კი ის, რომ გაჩნდა გარკვეული ბზარები ევროკავშირის ხედვასა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ხედვას შორის, რაც პირდაპირ კავშირში არის უკრაინის დახმარების სიმძლავრესა და მასშტაბზე, რუსეთთან პოზიციონირებაზე, დიდი მოთამაშეების ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე. დავიწყოთ იმ სიახლეებით, რომლის მომსწრედ თქვენს გახდით, ბევრმა იხმარა სიტყვა შოკირება ევროპისა და ევროპელების, თქვენთვის იყო თუ არა მოულოდნელი ან შინაარსიან ფორმა ამ განცხადებების ვიცე-პრეზიდენტის განსაკუთრებით, რა გავლენას მოახდენს ეს უახლოეს პერიოდში ევროკავშირის, უკრაინის ფრონტის და ზოგადად ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებას? ეს ძალიან ძნელი ბოლო თქვენი კითხვა ძალიან ძნელი საპასუხო არის, იმიტომ დღეს არავინ არ იცის რა შედეგები მოყვება ამ ყველაფერს, რომ ჩვენ ვართ სრული მართლაც შოკის თერაპიის ერთგვარი ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვა მიუნხენში, სადაც ყველა ელოდებოდა, რომ გვესაუბრებოდა უკრაინაზე, იტყოდა რა იყო ზოგადად მაინც ის გეგმა არის მიხედვით აპირებენ რომ მოახდინონ ზეგავლენა ომზე და მიიყვანონ სიტუაცია სამშვიდობო მოლაპარაკებამდე, ეს ყველაფერი ამ ყველაფრის მაგივრად დატუქსა ეს ევროპელები ძალიან სერიოზულად და არაფერი არ უთქვამს არც უკრაინაზე, არც ომზე, არც რუსეთზე, არც ჩინეთზე. საერთოდ ადგილი, სადაც მე არაერთხელ ვარ ნამყოფი სხვადასხვა პერიოდებში, სადაც მთავარი საუბრის თემა ყოველთვის არის გლობალური უსაფრთხოება და რომელი ქვეყანა რომელთან რა ფორმით და ბირთვული იარაღი და ასე შემდეგ, იმან გამოიტანა ეს ყველაფერი რაღაცა შიდა პოლიტიკურ მართლაც გაკვეთილი ევროპელებისთვის, რომ თქვენ ასე არ უნდა მოიქცეთ, ისე უნდა მოიქცეთ. რამდენად იმსახურებდა ევროპა თქვენ? ევროპა ნაწილობრივ იმსახურებს, ну რა არის, ეს არის გაგრძელება მაინც იმისი, რაც წინა ტრამპის პერიოდში თუ გახსოვთ, როცა ტრამპი ჩასული იყო ნატოში და
მაშინ იმან გერმანელებს მიმართა და მერკელი დატუქსა, რომ თქვენ არ ხარჯავთ იმ ფულს, რაც საჭირო არისო და თუ ასე გაგრძელდებაო, მე აქ არ დავბრუნდებიო და გამოვა ამერიკა ნატოსგანო. ასე რომ ეს შოკური თერაპია არის ერთგვარი მახასიათებელი ტრამპის და მისი ადმინისტრაციის. ამას რა მოყვება? ეს არის ის მთავარი კითხვა. და მე მგონი, რომ არავინ არ უნდა იყოს ძალიან მშვიდად და არავინ არ უნდა ითამაშოს ის როლი, რომ მე ვიცი მე რა მოხდება. და ძალიან შეცდება ჩვენი ჩრდილოელი მეგობარი პუტინი თუ ის ჩათვლის, რომ იცის რა მოყვება ამ ყველაფერს მისთვის. ან იმ სიტუაციისთვის და ომის მოგვარების სიტუაციისთვის. იმიტომ დღეს ასე ჩანს, რომ ევროპელებს გადაუნაცვლა ეს მთელი ტვირთი, თქვათ, ომის და სხვათა შორის ევროპელებმაც აიღეს რაღაც ნაწილად ის შეხვედრები, რაც დაიგეგმა იმთავითვე თუნდაც მიუნხენში კაია კალასის მოწვეული საგარეო საქმეთა მინისტრები ან მაკრონის მიერ მოწვეული შემდეგ დღეს ლიდერები და კიდევ ახლა ეს ყველაფერი არის მაჩვენებელი, რომ იმოქმედა ევროპელებსზე, რაც ცუდი არ არის, რომ ესენი თუ უფრო მეტად ჩაერთვებიან თუნდაც როგორც ჩანს ახლა უკვე უკრაინის დასახმარებლად, შეიძლება ეს იყო მიზანი ასეთი თავად ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი. რაც ყველასთვის ძალიან კარგი არის. და ტრამპი თვითონ რა პოზიციას დაიკავებს საბოლოოდ, ერთი არის რომ უღიმის საუდი არაბეთში და ასეთი პირველი სურათები და კადრები რაც ჩანს და მეორე არის საბოლოოდ რა იქნება, იმიტომ ჩვენ გვახსოვს ძალიან საინტერესო ყოველთვის არის ისტორია და გვახსოვს როგორ ბუშმა მამამ ჩაიხედა პუტინის თვალებში და დაინახა რაღაცა დიდი იმედები. მე ისიც გვახსოვს როგორ ჰილარი კლინტონმა და ობამამ რისეტი დაიწყეს გადატვირთვა რუსეთთან და ვერაფერიც ვერ გადატვირთეს. მე კიდევ იყო მაკრონი, რომელსაც დიდი იმედები ჰქონდა, რომ რაღაცას დაალაგებდა და შეძლებდა სწორედ ამ ყველაფრის მოგვარებას და პუტინმა დააჯინა რაღაცა 1 კილომეტრიანი მაგიდის ბოლოს და ეს იყო მისი რეალურად პასუხი ამ ყველა მცდელობებზე. ასე რომ ძალიან ბევრი რამის მოწმენი ვიქნებით კიდევ და მე უნდა ვთქვა, რომ მთავარი გმირი ამ მიუნხენის შეხვედრის მაინც იყო ზელენსკი, მისი შემართება და ამ ყველაფერთან მაინც იმის შეძლო, რომ თავისი ხაზი გაატაროს და აჩვენოს ყველას, რომ უკრაინა არის და ტყუილად არ იბრძოდა. სოციალურ კალვიტონსა თქვენი ეს განწყობა იქვე დარბაზში ჩანდა, თქვენ იყავით პირველი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მიუახლოვდა მას და ჟესტებით, რაც ჩანდა ვიდეოში, ფოტოში, შეუქეთ გამოსვლა, გამოხატეთ. ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა. მაგრამ თუ კი ვინმე მანამ სანამ ეს ბურუსი და ბუნდოვანება გაიფანტება და გამოჩნდება თუ რა პრინციპებს ხერხებს ემყარება ახალი მსოფლიო წესრიგი, თუ კი ვინმე შეიძლება დაზიანდეს, დაზარალდეს ამ პროცესისგან, რა თქმა უნდა ეს არის უკრაინა, რომელიც ომშია და ეგრეთ წოდებულ ნაცრისფერ ზონაში მოქცეული ქვეყნები, რომელთა ბედის განკარგვაზე შეიძლება მის მეზობლებს ჰქონდეთ განსაკუთრებული მანდა და ამბიციები, როგორც არის საქართველო, მოლდოვა მაგალითისათვის. მაგრამ ეს შეკითხვა უფრო ზელენსკის და უკრაინის პერსპექტივას უკავშირდება, რამდენადაც ტრამპის დღევანდელი განცხადების შემდეგ, სადაც უკმაყოფილება აშკარად გამოხატა ზელენსკის მიმართ, ბევრი შეცდომაც დაუშვა, მათ შორის მისი რეიტინგის თუ სხვა თემებთან მიმართებაში. იგრძნობა, რომ ტრამპი არ არის კმაყოფილი იმით, როგორ მიყვება მის სტრატეგიას, რომელიც ალბათ ძალიან ბუნდოვანია თავად ზელენსკი და უკრაინა. მაგრამ ალბათ ეს იგრძნო, რომ აქ არის პრინციპული პოზიცია, რომელსაც ასე ადვილად ვერ შეცვლის. როგორ ფიქრობთ, რა წითელი ხაზები აქვს თავად ზელენსკის, უпроსორეთ რესურსის სანამდე მიყვება, ვის შეიძლება დაეყრდნოს ამ პროცესში, რომ უკრაინის პოზიციების დაიცვას ევროკავშირთან ერთად, ან შეიძლება სხვა ტიპის კიდევ რაიმე მსოფლიო გლობალურ ძალასთან ერთად, ისე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ტრამპის ადმინისტრაციასთან პოზიციები ისე არ დაეძაბოს, რომ ეს
მთავარი მიზანი არ დასუსტეს და არ დაზიანდეს. არ ვიცი ეს დღეს ძნელი სათქმელი არის, იმიტომ ალბათ იმედი აქვს რომ სწორედ ევროპელები დიდი ბრიტანეთმა გამოხატა მზადყოფნა და დიდი ბრიტანეთს აქვს გავლენა ასევე ამერიკის ადმინისტრაციაზე და ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მეორეს მხრივ ძალიან საინტერესო იყო ზელენსკის შეხვედრა ერდოღანთან. იმიტომ აქ არის მთელი შავი ზღვის მომავალი, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და არა მხოლოდ ჩვენთვის, ვიცით ევროკავშირისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, ვიცით ამერიკისთვის, ნატოსთვის, უпростоრეთ და რომ იმათაც აქვს სტრატეგიული ხედვა შავი ზღვის და სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი თემა იქა მიუნხენში ის იყო რომ რუსეთს დაწყებული აქვს ჰიბრიდული ომი, სადაც არ გამოსდის სამხედრო ომები, როგორც ჩანს ვეღარ და ჰიბრიდული ომი მაშინ მდებარეობს რომ ჩვენთან როგორც სადა და ჯერ ამ მცდელობის იმაში ვართ ცენტრში ვთქვათ მანიპულაცია არჩევნების, ანუ ჰიბრიდული პროპაგანდა და მანიპულაცია არჩევნების ერთად არის ალბათ ერთ-ერთი ახალი ხედვა და ახალი მცდელობა რუსეთის და არ არის ეს შემთხვევითი რომ ეხება შავი ზღვის ირგვლივ ქვეყნებს, ანუ საქართველოს, რუმინეთს, მოლდოვას და უკვე ჩანს რომ არჩევნების თემა უკრაინაში იქნება მანიპულაციის თემა. ეს იმასაც აჩვენებს რომ რუსეთმა იცის რომ არ მოიგო სამხედრო ომი უკრაინაში, ვერ მიაღწია შედეგს და იმასაც აჩვენებს რომ არ არის ბოლომდე დარწმუნებული იმაში რომ მოიგებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ანუ არ მოიგებს ისე როგორც თვითონ აპირებს და უნდოდა რომ მთლიანად უკრაინა დაიბრუნოს იმ თავის ზეგავლენის ქვეშ როგორც არსებობდა ადრე. და არჩევნები, მანიპულაცია, პროპაგანდა ეს ნამდვილად ნაცრისფერი ჰიბრიდული ზომები არის მისი ახალი იარაღი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება და მე ჩემი თემა ერთი იყო მხოლოდ იქა რომ არ მოგვაქციეთ ყურადღება 2008 წელს, ეხლაც იგივე ხდება, ჩვენც ვართ საცდელი ქვა ახალი სტრატეგიის და ეხლა მაინც მოგვაქციეთ ყურადღება. ეს დეტალები კიდევ უფრო გვაინტერესებს, მაგრამ ეხლა გლობალური წესრიგის თემა რომ დავხუროთ დროებით, თორე ამას რა დახურავს, იმიტომ რომ თქვენ თავად თქვით, ჯერ კიდევ ძალიან დიდი ბუნდოვანება რამდენიმე სცენარზე მიდის საუბარი, მათ შორის თავად ტრამპის мотиваციაზეც. თქვენი როგორც ძალიან გამოცდილი დიპლომატის ამ შემთხვევაში მათ შორის თქვენი კარიერული გამოცდილებიდან გამომდინარეც მაინტერესებს რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ამ ვერსიის არსებობა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს ითამაშოს ახალი ნიქსონის როლი და ჩინეთთან დაპირისპირებაში, რომელიც მას მონიშნული ყავს როგორც მთავარ სტრატეგიულ ვიზავით მოწინააღმდეგეთ პერსპექტივაში, რუსეთი გადმოიბიროს თავის მხარეს და ამ სურათში მისთვის უკრაინა იქნება თუ ევროპა და ასე შემდეგ მოჩანს მეორე ხარისხოვნად ამისთვის შეიძლება ბევრ რამეზე წავიდეს. ჯერ ისევ რამდენად აქვს პერსპექტივა ამ ტიპის მცდელობას და მეორეც მართლა შეიძლება ეს ხდებოდეს თუ არა. მე არ ჯერ არ მინახავს ვინმე ვინს ჩათვალა და იფიქრა რომ შეიძლება გადმოიბიროს რუსეთი ან რუსეთთან გარიგებაში შევიდეს ან რაღაც დაალაგოს და რუსეთმა არ უმტყუნოს. მთელი ჩვენი ისტორია, სხვების ისტორია იმის მაჩვენებელი არის, რომ ბოლო-ბოლო რუსეთი მხოლოდ თავის იმპერიულ ინტერესებს ემსახურება და ამდენად არავისთან არ შეიძლება რომ კონდეს ისეთი სანდო ურთიერთობის დალაგების შესაძლებლობა, როგორც ჩვენ ვთვლით, როგორც ტრამპი თქვის, რაც არ უნდა ამერიკის პოლიტიკა იყოს სხვანაირი მაინც, არ არსებობს ასეთი მაგალითი ისტორიაში და ეხლა თუ შექმნის ახალ მაგალითებს ვნახოთ. ქალბატონ სალომე, თქვენ შეხვდით ლიდერებს ევროპული სახელმწიფოების, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის, ასევე სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თქვენ რა უთხარით, მათ რა იყო თქვენი მთავარი მოთხოვნა, ეს სიტყვა შეიძლება ცოტა პრეტენზიულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ მდგომარეობაში ვართ, როცა რაღაც პროცესების დაჩქარება ძალიან გვჭირდება. მაგრამ რა იგრძენით საპასუხოდ, რამდენად იაზრებენ იმ ფაზის სიმწვავეს, რომელშიც ახლა საქართველოა?
ჩვენ შიდა სიმწვავეს რამდენად კი ესმით რომ ყველა გეკითხება ეხლა საქართველოს მიდის ბელარუსისკენ ეს უკვე მომხდარი არის ეს რეპრესიული ანუ სურათის აღწერა დიდად საჭირო არ იყო და ინფორმირებული არიან ერთადერთი პრობლემა ის აქვს რომ ჩვენ რა გავაკეთოთ ძალიან ნაკლებად იციან და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ თვითონ გაიგეს ძალიან კარგად ის გზავნილი, რომელიც ეხება არჩევნების მანიპულირებას, იმიტომ ესეც ჩვენთვისაც არის მთავარი გამოწვევა დღეს. ერთი არის რომ ვაჩვენოთ რა მოხდა და დაგვეხმარონ იმის ბოლომდე გაგებაში თუ რა მოხდა და მე ამაზე მქონდა საუბარი ესტონელებთან, ვინც არიან ყველაზე უფრო გათვითცნობიერებული ამ ტექნოლოგიურ სისტემებში და როგორ ჩატარდა ეს ძალიან მრავალფორმიანი გაყალბება არჩევნების, რომელიც ჯერ ბოლომდე არც არის შესწავლილი. და მეორე არის რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს არ განმეორდეს, იმიტომ რომ ჩვენ გველოდება არჩევნები. უნდათ, არ უნდათ ამათ არჩევნები დაინიშნება და მე არ გამოვრიცხავ რომ თვითონ დანიშნონ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არავის არ გამოუგონია არსად. ასეთ კრიზისში შესული ქვეყანა, სადაც 4 თვე არის, არავინ არ გაღიარებს გარედან გარდა ის ქვეყნები, რომლებიც გაღიარებენ იდეოლოგიური მიზეზების გამო. მაგრამ რეალურად აღიარება არ არსებობს. რეალურად ეს ქართული ოცნება არის მთლიანად იზოლირებული. გარეთ თუ გადიან ან შიგნით ვინმე თუ მოდის, ეს იმისთვის, რომ ხელის ჩამორთმევის კადრები დადონ თავიანთ მომხრეებისთვის და რაღაცნაირად გული და ეს სიტუაცია ნიშნავს, რომ აქედან გამოსვლა ხდება მხოლოდ ან რეჟიმი ჩამოიშლება თუ ბოლომდე წავიდნენ, ან და დანიშნავს თვითონ არჩევნებს. ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მოთხოვნა ჩვენ პარტნიორებთან არის დაგვეხმარეთ იმაში, რომ მოვამზადოთ ეს არჩევნები და დაცული იყოს ხელახლა არ მოხდეს იმ მასშტაბის მანიპულაცია, რაც მოხდა. ამისთვის გვჭირდება ყველასი დახმარება. და ეს ქვეყნები უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით, იმიტომ თვით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თვითონ თავის გამოსვლაში და ისედაც აღნიშნა, რომ ჩვენთანაც მიდისო ეს ჰიბრიდულიო მცდელობებიო, რომ არჩევნებზე ზეგავლენა ცხადი არის არა იმავე ფორმით, როგორც ჩვენგან. ჩეხეთის პრეზიდენტთან მქონდა ამაზე ვრცელი საუბარი და ჩეხეთის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ჩვენ ქმნითო კომისიასო, ჩვენი ტექნოლოგიური ფირმებთან ერთად თუ კომპანიებთან ერთად, რომ სწორედ შევისწავლოთო არჩევნების ტექნოლოგიებიო და ვნახოთო როგორ შეიძლება გავზარდოთო დაცულობა არჩევნების. ეს ყველაფერი არის მათი ჩვენთვის რეალური დახმარება, როგორი შეიძლება იყოს. დღეს დახმარება არის მხოლოდ ორი. ერთი არის რომ business as usual, ესე იგი, ჩვეულებრივ ურთიერთობებს არ დაუბრუნდნენ და ამაში მოგყვებიან არაღიარების პოლიტიკა, ლეგიტიმაციის გაგრძელება და მეორე ნაწილი არის სწორედ იმაში დახმარება, რაც არის ნორმალური ერთადერთი უალტერნატივო დემოკრატიული გზა, ახალი არჩევნები. თუ გაჭედილი არის პარალიზებული ქვეყანა, უნდა დაუბრუნდე ხალხს, ხალხის ნებას, ის არის ერთადერთი ლეგიტიმურობის წყარო. და ამდენად ეს არის ყველაზე მშვიდობიანი. თუ არა ასეთი მშვიდობიანი გამოსავალი, მაშინ გადავდივართ იმაში, რასაც გვიტარებს დღეს ქართული ოცნება ქვეყანაში, რაც არის ნამდვილი ომი თავის მოსახლეობის და საზოგადოების წინააღმდეგ. ქართული საზოგადოება წინააღმდეგობის მართლაც მისთვის უჩვეულო ხანგრძლივობისა და უწყვეტობის და თანმიმდევრობის გათვალისწინებით პროტესტს. სრულიად მშვიდობიანი, ამას უხსნიდი ყველას. კი ბატონო, დაუბრუნდები ჩვენ ამას, მაგრამ რადგან უცხოელებზე ვლაპარაკობთ, იყო თუ არა თქვენი საუბრების ნაწილი მათ შორის დასავლეთიდან, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან და ეროვნული სახელმწიფოებიდან წნეხის გაძლიერება ადგილობრივ რეჟიმზე, მათ ხელშემწყობ, ასე ვთქვათ, ბიზნესმენებზე თუნდაც ან პოლიტიკოსებზე, რომლებიც წარმოადგენენ ამ რეჟიმის ფუნქციონირების ინსტრუმენტებს. მე მხედველობაში მაქვს სანქციები, სიტყვა ჯადოსნური სანქციები, რომელიც თითქოს არის ბუნებრივი, ამას უკვე აქვს თავისი შედეგები, ამაზე ღიად ლაპარაკობენ თავად ივანიშვილის გარემოცვის წევრები, აგერ გუშინაც ერთ-ერთი მისი მთავარი საყრდენი ბიზნესმენი საუბრობდა, რომ
ბიზნესი ვეღარ ვითარდება, არავინ აღარ შემოდის, პრობლემები შეექმნა და ასე შემდეგ, მაგრამ იმისთვის რომ შიდა წნეხს ჰქონდეს სამშვიდობო პროტესტის პერსპექტივაში მეტი ეფექტი, ყველაფერით რომ როგორც მინიმუმ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მათ შორის ბრიტანელების მხრიდან ცალკე ამუშავდება სანქციების უფრო ქმედით მექანიზმი. სწორედ ვერ შევხვდი ამჟამად, მაგრამ ვაპირებ უნდა ვიყო მიწვეული ბრიტანეთის პარლამენტის მიერ და ვაპირებ მაშინ მქონდეს მათთან შეხვედრები სამწუხაროდ ეხლა ვერ ისეთი საგიჟეთი იყო რომ ბევრი რამე ვერ ჩატარდა ისე როგორც სხვა პირობებში მე ადრეც ვარ ბევრჯერ ნამყოფი მიუნხენში და ბევრად უფრო მშვიდი პირობები იყო ვიდრე ამჯერად მაგრამ კი როგორ არ იყო სანქციებზე საუბარი ძირითადად მეკითხებოდნენ თუ რამდენად არის ეფექტიანი და ჩემი გადასახედიდან და ამას ეს მიუტანე როგორც მე ჩემთან მოვიდა უკვე რამოდენიმე გზავნილები ბიზნეს წრეებიდან რომელსაც ვთვლით რომ არიან ის პირველი ვთქვათ წრე ივანიშვილის პირველი საყრდენი და ჩვენ არა ვართ ის რაც გონიათ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემთან თუ მოვიდა ეს არის იმისთვის რომ იქ იყოს ნათქვამი და ძალიან საინტერესო არის, იმიტომ სწორედ იმას ნიშნავს რომ სანქციები მუშაობს თუნდაც როცა არ არის დაწესებული ჯერ სანქციები. ეს არის ყველა მთელი და ყველას ძალიან კარგად ესმის და პირველ რიგში ვინც არის სწორედ ამ ბიზნესში ჩართული თუ რამდენი არის დასაკარგი ამ სანქციებით, ასე რომ ეს წნეხი მოქმედებს, მეორე არის იზოლაცია პოლიტიკური, რომელიც ასევე ვხედავთ თუ როგორ უხერხულად არიან ამ მდგომარეობაში, როცა არც არავინ ესაუბრება, არც არავინ ჩამოდის ოფიციალურ ვიზიტით და არც არავინ ეპატიჟება. ეს ყველაფერი არის ნაწილი იმ წნეხის და მესამე და ყველაზე ძლიერი არის ცხადი არის ქუჩაში რაც ხდება და ეს უწყვეტი პროტესტი, რომელიც არც ვერც აშინებენ, ვერც აჩერებენ და უკვე აღარ იციან როგორ უნდა მოერგონ ამას. ამიტომ მე ვიტყოდი ერთ რამეს, რომ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ქართულმა ოცნებამ ჩიხში შესული და ეს არის სრული ჩიხი, გადაწყვიტოს, რომ სადოს არჩევნები და ბევრ რამეს ამზადებს. იგივე ეს მთელი ინტიმიდაციის და რეპრესიული ზომები რაც არის მიღებული, იმისთვისაც არის, რომ ეს საზოგადოება წნეხის ქვეშ მოახდინოს და უფრო კონტროლი აიღოს მასზე. ასევე რაღაც კანონში ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შეტანილი, ვითომც არაფერი რომ არ ვამჩნევთ, იმიტომ ამ დროს მოღალატეობის ის შეაქვთ და რაღაცები და სხვა რამეზე გვაქვს გადატანილი ყურადღება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის და ასევე იმისთვის, რომ შეიძლება თვითონ დანიშნონ არჩევნები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამაზე მუშაობთ სწორედ ყველა არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან, იურისტებთანაც და ყველასთან, იმიტომ რომ აქ არის დასაწესებელი ის პირობები, რის გარეშეც ხალხიც არ წამოვა, თუ არ დაუბრუნეთ ნდობა არჩევნებს. ასევე უცხოელებთან ამ ტექნოლოგიებზე. ევროკავშირის თემა ნაწილობრივ კი ამოვწურო თუნდაც მიუნხენის კონფერენციის, მაგრამ ადგილობრივ რეჟიმს ევროპასთან ურთიერთობა გარკვეული აქვს, ცუდი გაგებით უბრალოდ, ანუ გარკვეული აქვს, რომ ამ ურთიერთობას ვერ არკვევს. ერთადერთი ხავს ხელმოსაჭიდი პროპაგანდისტულ დონეზე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. თუმცა ის, ვინც საქართველოზე ლაპარაკობენ, ვინც ლაპარაკობენ, იქნება ეს სენატი თუ კონგრესი, ბატონი ბილსონი იქნება ეს თუ ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე, სხვა კონგრესმენები, მე შევხვდი 8 კონგრესმენს. აი ზუსტად ამის კითხვა მინდოდა. რეჟიმს ექნება მცდელობა, რომ ტრამპის ქვეშ ადამიანებით შეავსოს ახლა ეს ვაკუუმი თითქოს და შექმნას იმის ილუზია, რომ კი ევროპას ხო ისედაც ეჩხუბება ტრამპი და აგერ ამერიკელებთან ვარ დალაგებული. რა შანსი აქვთ მათ ამ მიმართულებით და თქვენს გეგმებში ამერიკის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტთან ურთიერთობა რამდენად პრიორიტეტულია?
ყველასთან არის პრიორიტეტული, იმიტომ ჩვენ გვჭირდება ყველა ჩვენი ტრადიციული პარტნიორები. რამდენად ახლა ესენი რომ ამას ვერ შეძლებენ და ამერიკის მხრიდანაც საქართველოს არ არის პრიორიტეტი დღეს სულ სხვა ჩინეთით დაწყებული სულ სხვა მასშტაბის როლს თამაშობს ტრამპი და გონია რომ ითამაშებს და ვნახოთ სანამდე ითამაშებს. ამიტომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა იქნება ბევრად უფრო დაყრდნობილი იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან მეხსიერების მატარებლები ადმინისტრაციაში, კონგრესში, ვიდრე ტრამპის მოწონება არ მოწონებაზე ამ შემთხვევაში, იმიტომ ის არის ორიენტირებული დიდ ქვეყნებზე და მთავარ საკითხებზე. ასე რომ ბევრი სამუშაო არის და სამუშაო არის იმ ადამიანებთან, რომელმაც იციან საქართველოს, იციან სიტუაცია, იციან თუ როგორ ეპყრობოდა ეს ქართული ოცნება და რა რიტორიკით მიმართა ამერიკას, არც ერთ ამერიკელს არასოდეს არ მოსწონს, რაც არ უნდა რეჟიმები იცვლებოდეს, როცა შენ ქვეყანა, რომელსაც ამერიკა ეხმარებოდა 30 წლის მანძილზე და ამდენი დახმარება და ამდენი ფინანსური დახმარება და ტრამპს ძალიან აინტერესებს ფინანსები, როგორც ვხედავთ, ტყუილა დაიხარჯა იმისთვის, რომ ჩაბარდეს რუსეთს, არ მგონია და არ მგონია, რომ ამაში ჩანდეს ამერიკის სიძლიერე. და საქართველოს ადგილი იმდენად მნიშვნელოვანი არის, რაც შავი ზღვა არის მნიშვნელოვანი, რაც თურქეთი არის მნიშვნელოვანი, რაც შუა აზია არის მნიშვნელოვანი, რომელიც ასევე უნდა თუ უნდა ჩინეთთან ის პოლიტიკა, რომელზეც ფიქრობს, უნდა გამოგლიჯოს ნელ-ნელა ეს შუა აზიის ქვეყნები, სადაც არის ასევე ის მიწები, რაც აინტერესებს უკრაინას, ბევრი რესურსები. ასე რომ ძალიან საინტერესო იქნება და არ მგონია რომ ქართულ ოცნებას არც ინტელექტუალური რესურსი ქონდეს იმისი რომ კარგად მოიფიქროს რა პოლიტიკა შეიძლება ქონდეს ამერიკასთან, არც იმ ემპათიის დონე, რაც მათ ამერიკელებს მოიყვანს ამათთან. ერთი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანი სუბიექტური თემა, რომელიც სუბიექტური არ არის რამდენადაც საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნების ბოლო ხაზი მაინც კრიტიკული მედიის არსებობაზე გადის. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი გამოსვლა მათ შორის პანელზე, სადაც ქართული მედიის მდგომარეობას გაუსვით ხაზი. ვიცი რომ ამ თემაზე ასევე ქონდათ საუბარი ევროკავშირის ყველასთან არ იყო არც ერთი შეხვედრა იმ აღარ მახსოვს რამდენი შეხვედრიდან ან გამოსვლებიდან, სადაც ერთი არ ჩავაბარე ის თქვენი ყველასი ერთობლივი წერილი მიმართვა, რომელიც აღწერს საქართველოსში მედიისისა და არც ერთი შეხვედრა არ იყო ამ ევროპელებთან, სადაც არ გაუსვი ხაზი, რომ ჩვენ გვესმის მათი გზავნილები, რომ მთავრობის მიმართ ის პროგრამები, რაც სამთავრობო პროგრამები, რაც არსებობდა ისი დღეს არის შეწყვეტილი და ამ დროს ეს თანხები გადმოვა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე და სხვადასხვა ფორმით და ჯერ არ გვინახავს არც ერთი ლარი და ამ სიტყვებით ვეუბნებოდი. მე მგონი რომ დღეს უკვე დაწყებული არის ფიქრი სწორედ რა ფორმით შეუძლიათ რომ დააჩქარონ ეს გადატვირთვა ვიტყოდი ამ დახმარებების იმ მიმართულებით, რაც არის ყველაზე საჭირო დღეს ამ ქვეყნისთვის და არ შეიძლება რომ ჩატარდეს არჩევნები, რომელიც ჩატარდება კიდევ ერთხელ ამაში უნდა ვიყოთ ყველანი დარწმუნებული, თუ არ იქნა იმ დონის თავისუფალი კრიტიკული მედია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ, რაც შეიძლება თავისუფლად. ალბათ გაგვცურული გამოიხმაუროთ კონკრეტული ჟურნალისტების მდგომარეობასაც, მათ შორის უპირველეს ყოვლისა მზია მაღლობელს, რომელმაც გუში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მის სიმამაცეზე კიდევ ერთხელ მოქმე მეტყველებს, მაგრამ ნამდვილად არ მეტყველებს კარგად რეჟიმზე, რომელმაც ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა და არანაირი ემპათია არ გამოავლინა სამართლიანობას, რომ თავი დავანებოთ. გუშინ ღამით კიდევ ერთი მედიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ოპერატორი დააპატიმრეს და ასე შემდეგ. ეს პროცესი გრძელდება. რას უნდა ველოდეთ კიდევ ამ მიმართულებით? რას ეტყოდით მზიას, რომელიც ალბათ გისურვებთ? მე უკვე ჩემი ღრმა პატივცემა, მაგრამ ასევე მადლობა
უთხარი გუშინდე ჩემ გუშინდელ ბრიფინგის დროს რამე თუ მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში რომ ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება სწორედ ასეთი პრინციპული და ძლიერი ადამიანები. ეს არის ამ პროტესტის სიძლიერე, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ ამ პროტესტში და ყველაფრისთვის მზად არიან, თუმცა ძალიან შეგნებულად ეს არ არის რაღაცა ისეთი შემთხვევითი პროტესტი. ყველა თავის ადგილზე არის და ყველა თავის პრინციპს იცავს, სადაც დასაცავი არის და ამისი ძალიან მაღალი მაგალითი მოგცა მზია ამაღლობელმა და ჩვენ ამ მაგალითს უნდა გავყვეთ და ყველაზე ძნელი ალბათ მისთვის იყო გუშინდელი გადაწყვეტილება, მაგრამ ყველაზე ღირსეული, იმიტომ შენ უნდა იცოდე, როდის უნდა რა ვითომც და დათმობაზე ესენი ასე ჩათვლიან, მაგრამ ამ დათმობაში არის მისი გამარჯვება. დაგეთანხმებით აბსოლუტურად. სულ რამდენიმე წუთის წინ მე გელოდით ჩვენი ინტერვიუ შეყონდა იმის გამო რომ თქვენ ხვდებოდით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. მანამდეც არაერთ შეხვედრა ჰქონდათ, მაგრამ ეს თემა უფრო მნიშვნელოვანია ხა ჩემთვის რომ გკითხოთ. თქვენ თქვით რომ აი რაღაცა გარკვეული ეკვილიბრიუმი ჩამოყალიბდა. ვეღარც ხელისუფლება ვერ ახერხებს რეჟიმი თავისი რესურსის გაძლიერებას, დაცვით რეჟიმშია, მაგრამ ეს პატარა შეტევები ახასიათებს პრობლემების შესაქმნელად, მაგრამ ვეღარც ქუჩა ასე თქვა და წინააღმდეგობის მოძრაობა ვერ ახდენს გარდატეხა სიტუაციის. ანუ ვართ იმ ფაზაში, როდესაც წინააღმდეგობის სტრატეგიაში რამე გადასახეთი თუ არ არის სტრატეგიულად, გარკვეული ფორმები შეიძლება შესაძლებელი იყოს. როგორ ხედავთ პოლიტიკური პარტიების როლს ამ პროცესში, რა შედეგებს აპირებთ გასვლას მათთან ინტენსიური კონსულტაციების რეჟიმის წამოწყებით? ვიცით რომ სანამ წახვიდოთ მიუნხენში, თქვენ მანამდე დაანონსეთ რომ გარკვეული პლატფორმა იქნებოდა და ჩამოსვლისთანავე პრინციპში უკვე მათ შეხვდით კიდეც. რას უნდა ველოდით ამ მიმართულებით? მეტი კოორდინაცია, რაც შეიძლება მეტი კოორდინაცია ყველა საკვანძო საკითხებზე. ნათელი არის ყველასთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ მიყავთ ეს ქუჩის პროტესტი, რომ ამას ყავს თავისი ავტორები, რომელიც არ ვიცით ჯერ ხვალ გადაიქცევიან პოლიტიკურ პარტიებად თუ პოლიტიკურ ლიდერებად თუ შეუერთდებიან რომელიმე პარტიას. ეს ყველაფერი მე მგონი ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდება, როგორც კი არჩევნების მომენტი დაგვიახლოვდება. მაგრამ მანამდე საჭირო არის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებმა, რომლებიც არიან ამ სპექტრის ნაწილი, მაქსიმალურად კოორდინაცია შეინარჩუნონ ყველა იმ საკითხებზე, რომელიც ეხება სწორედ უცხოეთთან და ვნახეთ თუ რამდენად ეფექტური იყო, როცა ერთად დაჯდნენ და სტრასბურგში მიაღწიეს შედეგს. ესე იგი შეუძლიათ. ეს არ ნიშნავს რაღაცა ხელოვნური გაერთიანებები, როგორც ადრე იყო საუბარი, ეს ნიშნავს საქმიანი ერთობა ქვეყნისთვის. ქვეყნის მთავარი გზავნილები ერთად უნდა იყოს მიტანილი. ამიტომ მინდოდა დღეს შევკრიბე იმისთვის, რომ მომეყოლა რა მოხდა მიუნხენში, რა გზავნილები იყო, რა მივიღე და თვითონაც იცოდნენ თავიანთ კონტაქტების დროს თუ რა არის ის ერთობლივი გზავნილი, რაც გვინდა რომ წავიდეს საქართველოსდან და რაც გვინდა რომ დაგვიბრუნდეს. ერთიანი გზავნილი არჩევნები და მხოლოდ არჩევნები. სხვა გზა არ არსებობს. და ამას თუ გავაგებინებთ ყველანი ერთად ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, მაშინ მეტი მხარდაჭერაცაც მივიღებთ. თვლით თუ არა რომ ცოტა უფრო გაფართოებული ფორმატების ამოქმედება შეიძლება, სადაც პარტიებიც იქნებიან წარმოდგენილები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აი ქუჩაში აქტიური ორგანიზებადი ჯგუფები. ამისი მცდელობა მაქვს, რომ წასვლამდე შევკრიბე სხვადასხვა პლატფორმები, ერთი იყო პოლიტიკურ პარტიების და გაფართოებული, იმიტომ აქ შემოდიან უკვე არა მხოლოდ ის 4 ბარიერი გადალახული პირობითად, ეხ? მეორე პლატფორმა ასეთივე იყო არასამთავრობოების, მესამე იყო ფინანსისტები, ეკონომისტების, მეოთხე იყო იურისტები და პატიმრების ოჯახები, მეხუთე თუ არ ვცდები საჯარო მოხელეები. და ჩემი აზრი არის, რომ ამ სხვადასხვა პლატფორმების შორის არის საერთო საკითხები, რომელიც უნდა ერთად გადავწყვიტოთ. მაგალითად, ერთი საკითხი, რომელიც დაისვა მაშინაც და ეხლა უნდა მივიდეთ რაღაცა ერთად შეთანხმებამდე, არის ფონდი.
ერთობლივი ფონდი, საზოგადოებრივი ფონდი იმისთვის, რომ ეს პატიმრები ერთის მხრივ და საჯარო მოხელეები მეორე მხრივ იყვნენ დაცული და იგრძნონ ეს დაცულობა ჩვენგან, ანუ პოლიტიკურ პარტიებისგან, ჩემგან როგორც პრეზიდენტი და ასევე ბიზნესისგან და მინდა რომ ბიზნესთან ერთად მივიდეთ ერთგვარად წარმომადგენლები ამ პლატფორმების რო უთხრათ რას ველოდებით მათგან და ასე შემდეგ. ანუ ეს გაცვლები და მე იმედი მაქვს რომ აქედან შეიქმნება რაღაცა უფრო სხვადასხვა პლატფორმებიდან შეიძლება ერთი დიდი პლატფორმა. მე როგორც ვთქვი, თქვენ ხელოვნურად არ აჩქარებთ პროცესს, თქვენ გინდათ რომ ამ თანამშრომლობამ ხელოვნური დაჩქარება ვცადე წინა პერიოდში და ყოველთვის არ გამოდის ხელოვნური დაჩქარება, მაგრამ მე მგონი რომ ყველა მზად არის იმისთვის, რომ მართლა სხვანაირად წარმოვადგინოთ ეს ერთობა. მე გეტყვი ჩემი აზრით რა დააჩქარებს ამ პროცესს. ძალიან კარგი. ხელისუფლ რეჟიმის სტრატეგია, რასაც უყურებთ, რომელიც ხელოვნურად ახდენს ესკალაცია სიტუაციის. ისეთი ტიპის მეთოდებს იყენებს, რომელიც აი ერთი წარმოდგენით უბრალოდ არაფერში არ შეიძლება ჭირდებოდეს, ხო? მათ შორის თვითდაზიანება, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ასეთი არის, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში წამოწყებული კომისიის მუშაობა, რომელმაც ომის მიზეზები თუ შედეგები და ასე შემდეგ უნდა გამოიკულიოს. მას აქვს თავისი პრელუდიაც, მათ შორის განსაკუთრებით ივანიშვილის განცხადებები არჩევნების წინ, სადაც მან ბოდიშების მთელი კასკადი უძღვნა რუსეთს და ასევე გამოკვეთა ომის დამნაშავეებად ქართული მხარის წარმომადგენლებიც. რა საფრთხეს ხედავთ თავად ამ კომისიის მუშაობის სტრატეგიულ საფუძველში? თქვენ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის ქვეყნის მართველი ძალის მიერ თუნდაც წინამორბედი ან სხვა ინსტიტუტების დადანაშაულებამ იმ მოქმედებებში დამნაშავე ძალად წარმოდგენილ შეიძლება ძალიან მძიმე მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები გამოიღოს. არაფერს არ გამოიტანს, იმიტომ რომ ამ კომისიაში არავინ არ მიიღებს მონაწილეობას. ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის, არალეგიტიმური კომისია და სწორედ რომ ვლაპარაკობდი ახლა კოორდინაციაზე, მე მგონი რომ ყველანი ვინც აქ ვიყავით, შევთანხმდით იმაზე, რომ არავის არაფერი არ ესაქმება ასეთ კომისიაში, რომელიც არაფერს არ ემსახურება თუ არა ერთ რამეს და ეს არის რუსეთს შეუქმნა ახალი საშუალებები, რომ წარმოჩნდეს საერთაშორისო დონეზე რაღაცა როგორც არააგრესიული მშვიდობის ყოფილი. ასე რომ ეს თავისთავად და ყველაფერი რასაც იწყებს ეს ხელისუფლება ამ ბოლო პერიოდში თუ ამჩნევთ, არაფერი არ მიდის თავის ლოგიკურ დასკვნამდე, ყველაფერი არის წარუმატებელი და ესეც იქნება წარუმატებელი დარწმუნებული ვარ. ყოველ შემთხვევაში არავინ არ მივა და ეს არის პასუხი ამ კალუტონშა ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ დასაწყისში ახსენეთ თავად სისტემის და სახელმწიფოს არაფუნქციონირებადობა. არა მარტო საერთაშორისო ან პოლიტიკური ინსტიტუტების კუთხით მარსაჯულებაზე აღარ ვლაპარაკობთ, საპოლიციო სისტემებზე კი ბატონო, მაგრამ ეს საყოფაცხოვრებო დონეზე ძალიან მძიმე დაისახება. თქვენ მიუნხენში ყოფნის დროს ქვეყანაში კიდევ ერთი დიდი ტრაგედია დატრიალდა, ორი ბავშვი დაიღუპა თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ და აქ აღარ ვლაპარაკობთ კონკრეტული უწყებების სისტემის პასუხისმგებლობაზე და იმაზე, აქ სურვილიც კი არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან, რომ მსგავს შემთხვევებზე გქონდეს რეაგირება იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია შემთხვევაში, მაგრამ ეს ყველაზე მძიმე და ცუდი ამბავია, რაც მოხდა, მაგრამ ბევრი ცუდი ამბები ხდება საყოფაცხოვრებო დონეზე. სანამდე შეიძლება მივიდეს ინსტიტუციონალური ხრწნა და რა რეაგირება უნდა მოყვეს ხალხისგან ამას, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო პოლიტიკოსების საფიქრალი და სადარდებელი. არა, ეს არის დამახასიათებელი ამათი, რომ რეალურად ხელი აიღეს ყველა სახელმწიფო ფუნქციაზე. სახელმწიფო ხო ჩამოშალეს იმ მხრივ, რომ არც ერთი ინსტიტუტი დღეს აღარ არის, ვერ ჩაითვლება როგორც სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ან ინსტიტუტი. ყველა არის მხოლოდ პარტიის რაღაცა ქვედანაყოფი, თუ არა ბიზნეს ხელქვეითი. ასე რომ სახელმწიფოც ჩამოშალეს და ამავე დროს უარს ამბობენ ყოველდღიურად სახელმწიფო
ვალდებულებებზე, რაც არის მოქალაქე უნდა დაიცვა, პრევენცია, ჯანდაცვა, არაფერი, არც ერთი მხრივ და არც ერთი კულტურა, გელათი, რაც გინდათ, საიდანაც არ უნდა უყუროთ და არ მინდა ამ ბავშვებზე აქცენტი მე თავის დროს გავუმახმაურე, მაგრამ არ მინდა რომ გამოვიდეს რაღაცა სპეკულაციის, მაგრამ საშინელება ხდება ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ სახელმწიფო როცა აღარ არის, როცა აღარ იცავს თავის მოქალაქეს, არც გარეთ ჩვენ ყოველ დღე ახლა როცა აცხადებენ რომ მოიტაცეს კიდევ ერთი თუ კიდევ ორი რამე რეაგირება არის თვითმფრინავი რუსეთის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში რეაგირება არა საგარეო სამინისტრო როგორც მეუბნებიან შიგნიდანაც კიდევ მყავს აღარ მუშაობს ფაქტობრივად არც ერთი სამინისტრო არ მუშაობს აღარა გვაქვს სახელმწიფო ეს არის რეალობა და ეს ცხადია ყველა მოქალაქეს ეხება და ყველა მოქალაქეს ექნება ამაზე რეაქცია. ეს არის ის, რაც კვებავს ამ პროტესტს. მხოლოდ ის კი არ არის რაღაცა ხედვა, ან მხოლოდ პროტესტი არჩევნების გაყალბებაზე. ეს დიდი ხანია, ან პროტესტი რუსულ კანონზე დამთავრებულია, რუსული რეჟიმი გვაქვს და სახელმწიფო აღარ გვაქვს. ეს არის ის, რასაც ვაპროტესტებს და რასაც ძალიან ძლიერად ყველანი ერთად გავაპროტესტებთ 25 თებერვალს. 25 თებერვალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. წელი სრულდება ოკუპაციის და პერსონალურადაც მინდა რომ გკითხოთ აი ძალიან ცუდი სამწუხარო შემთხვევის დროს, როდესაც აეროპორტში რაც მოხდა, იქ ახალგაზრდა გოგონას აყვირებინებდნენ, ბოდიში ამ გამონათქვამისთვის, მაგრამ ასე იყო ზუსტად, ჯიში გაქვს ღალატი. ამ სიტყვებს ეუბნებოდნენ ადამიანს, რომელიც ნიკოლაძისა და კედიაში თავმავალი არის და რომელიც ზუსტად ოკუპაციის შედეგად გახდა იძულებული ქვეყანა დროებით დაეტოვებინა. როგორია თქვენი მისია? აი ამ 25 თებერვლის კი არა, ხო, რომ არ დაუშვათ და ბოლომდე ამბობენ ადამიანები ქუჩაში, მართლაც ბოლომდე მეც მეხება, არ დაუშვათ არც ერთ შემთხვევაში ის რომ ახალი 25 თებერვალი დადგეს ამ ქვეყანაში, ამიტომ მე მგონი რომ თუ ვინმე არ გამოდის და მეც არ გავდივარ პროტესტში ყოველ დღე, იმიტომ ვთვლი რომ არ შეიძლება რომ მე გავხდე აქტივისტი მხოლოდ, შეიძლება ცოტა სხვა დატვირთვაც მევალება, მაგრამ 25 თებერვალს უთუოთ და უთუოთ ყველა, ვინც თვლის, რომ საქართველო არ შეიძლება გახდეს რუსეთის ახალი საოკუპაციო ველი. ვინც ამისთვის მზად არ არის და მე მგონი მე ამაში ვთვლი ყველას, იმიტომ არ მჯერა მე შეიძლება რაღაცა ინტერესები იყოს, რაღაცა ზეწოლა იყოს, რაღაცა შიში იყოს, რაღაცა ოჯახური ინტერესები, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ 90% თუ 99% ადამიანების, ვინც ცხოვრობენ და ვინც არიან ქართველები, გულში, სულში ისინი ამისთვის მზად იყვნენ და მე მგონი რომ 25 თებერვალს მართლაც ყველა გამოვა. დიდი მადლობა, ქალბატონო. დიდი მადლობა თქვენ.